ისე მეძინება შეიძლება ინგლისურის გაკვეთაზე ბრიტანული ხვრივნა დავიწყო. ბრიტანული ხვრივნა როგორია? მეფური. რას თამაშობთ მე მთელი ღამე ვალორანტს თუ რაღაცას? ვალორტანს. ჰო, რაცა? ნიკას ვთამაშებოდი. ნიკა ისედაც სიცხიანია და სახლში უნდა იჯდეს. შენ კიდე მიდიდე ხა გაკვეთილზე ასანთის ღერები დაიმაგრე თვალები რომ არ ჩაგეწინოს. ან მივისკოჩავ. ნია, ხომ არ ნერვიულობ? ცოტა კი. კაი რა, სულ ჩვენიანები ვიქნებით. ესეც ნერვიულობ. რა შევით? დილამშვიდობისა მეგობრებო და ლუზერო. ვინა ლუზერი ბიჭო? რა ვინა ამოგვიტენეს გუშინ. ეგ თქვენთან ერთად მე მე და ნიკამ გავაგრძელეთ. ხო, გეტყობა გამოძინებულ თვალებზე. რა ამბავი უნდა გეთქვათ ამ დილაუთენია? ნია ხდება ჩვენი კლასელი. მართლა? ხო. მაგარია, გავერთობით. მოიცა ჩვენი თუ მარის დაჩდანიკას. ჩვენი პარალელი კლასელი და თქვენი პირდაპირ კლასელი. ხო, პროსტა ცოტა ნერვიულობ. სანამ მიღებენ რაღაც უნარების ტესტი უნდა დავწერო. არა, არაფერი სანერვიულო, ფორმალობაა უბრალოდ. ტესტზე არ ვიცი, მაგრამ სხვა რამე თუ დაგჭირდა, იცი ვისთანაც უნდა მოხვიდე. მოიცა, ვისთან უნდა მივიდეს? ჩემთან. შენთან რატომ? იმიტომ რომ ყველაზე პოპულარული და გავლენიანი მე ვარ სკოლაში. კაი, განაგრძე ილუზიაში ცხოვრება. ისე 10 წუთში იწყება გაკვეთილი და მაინც პირველ დღეს დაგვიანებას არ გირჩევ. დავე, წავედით დროზე. ბოდიში დაგვიანებისთვის. ვა, ნია, ჩვენ სკოლაში გადმოხვედი? ვა, ნატაშკა, როგორ ხარ? ბოდიშიც. We're first going to start with 10 important vocabulary phrases that you can integrate into your daily conversation. Let's go. The first expression that I use often, but my English students don't really know how to use, is to see someone off. We're not talking about seeing them walk off a cliff. Instead, take a look at the sample sentence. When my sister was visiting me in California, I took her to the airport and saw her off. This is just another way to say that I saw her leave. I saw her go through security and then she probably got on her flight and went home. I saw her off. The second expression that I use often but my English students don't use and is to be floored. Does this mean that you are stuck to the floor? Not at all. You might say, when I found out that I won a free trip to Japan, I was floored. This is talking about being ultimately surprised. I couldn't believe my luck. I was floored. Expression number 3 that you should use is I found myself doing something. You could say, I went to a great concert and I found myself tapping my foot, bobbing my head, and moving my body. You get the sense here that I'm not really choosing to do those things. It's sort of just coming over. Happening unintentionally. I found myself tapping my foot. You might even say this about my English lessons. You might say, I decided to watch English lessons
It was wonderful. I hope that that's true. The next expression that I use often, and you should too, is to pull it off. Are we talking about pulling something off physically? Instead, we're talking about this in a more figurative way. So you might say, I studied day and night for my difficult geometry exam. And you know what? I pulled it off. I got an A. So you were not... მას მორჩი დაამთავრე ტესტი. მოიცა, კალიგრაფია ვერ მიამწყავს, ვინმეს? არა, მაგრამ ლამაზად წერია. ანუ ლამაზი გოგოა. მოიცა? თან სურნელიც გემრიელია. ვინ დაიტოვა ნეტა? ანანო ხო არის? რატო მიოცნებო? ამ ჭირს დასაწვევი. 2 წელი ჩენზე დიდია, მე-10 კლასშია და თან თელ სკოლას უყვარს. მე რა? ნიამოდის. აუ, ნეტა რა უთხრეს? აბა რა? არაფერი. დღეს აღარ შემოწმებს სასწავლებელი ტესტებს და ხვალ მეთქს პასუხს. ალექსანდრე, დირექტორი რო გიბარებს იცი? მე? დირექტორთან? შენ იცი ლაზარეს რომ წერილი დაუტოვო ვიღაცამ სკოლაში ყველაზე სიმპათიური ხარო. ვიცი, მესმოდა თქვენ ჩურჩული. ნეტა ვინ იყო? ანანო იქნებოდა. დამცინეთ, ანანოს აქვს ხოლმე ეგეთი სონელი. კაი, მოოცნებობ ეხლა. აი, შევიდეთ ახლა ბოლო გაკვეთილს და მე გავარკვევთ ვისერ სიმპათიურობა გასახე. ისე როგორ მოგეწონა სკოლა? ძალიან მომეწონა ეზოც, დერეფრენებიც და კლასებიც. ჩამოვიდა მალე დაჭდა მარიამი და რამე გემრიელობებს წავიდეთ. ლაზარე, შენ რას აკეთებ? ვცდილობ გავიგო წერილი ვინ მომწერა. როგორ? სურნელოვანი კალმები ბევრი არ იყიდება. თბილისში მხოლოდ რამდენიმე საკანცელარიოშია და ეხლა ვარკვევ საკანცელარიოებთან ახლოს რომელი ჩვენი კლასელები ცხოვრობენ. გაგიჟებულია ეს. მაცადე რა. აბა გამოიცანით რა მოხდა? ჩემი გამჭირვებია დამანებით რა თავი. ქართულზე ჩაიძინა და ნანამოსტმა დავალება გაუღორმაგა. ბრიტანულად ხრინოდა თუ ქართულად? სხვადასხვა არ უხრინია. ლაზარე, შენ რა სიას აკეთებ? სახელებს და გვარებს წერს, ვის შეიძლება ის წერილი დაეწერა. ძალიან დაინტრიგებულია ლაზარე. ვაიმე. რა იყო? გონი ტესტი ჩემი სახელი და გვარის დაწერა დამავიწყდა. რანაირად? კითხვებზე ვიყავი კონცენტრირებული და სახელი, გვარის და თარიღის დაწერა სულ დამავიწყდა. რა გითხარი თუ რამე დაგჭირდა უისთან უნდა მიხვიდეთქო? მოიცა, შეგიძლია დახმარება? სად დატოვე ტესტი? მასწავლებლის მაგიდაზე. მეორე უჯრა შედება. ნახე, ალექსანდრესაც ცოდნია რაღაცეები. აუ რა უქნა? შევიპაროთ, დააწერე სახელი, გვარი, თარიღი და გამოვიპაროთ. აუ, არა, რომ გამომიჭირონ? მე გამოყოლე. არ ინერვიულო, მე და ალექსანდრე შევალთ. ბიჭო, ხმა დაბლა, დაცვამარდა.
მე მინდოდა შენ საუთები გამოჩენილიყავი და პროსტა ვთქვი. კაი, ახლა აზრი გაგვწევთ. შენ კარში იყავი და წვარ წამოვიდეს, მე მოვძებნი მანამდე. კაი, მიდი. ბიჭო, რა მოხდა? არაფერი გეკაიფე. მეორე ჩაშიდო? ხო, კალამი გადმომიგდე. ნია მეათე 25 წელი. მორჩი. რა მოხდა? მართლა დაიძინა? ხო, ვალორას თამაშობდა მთელი ღამე. გაგაევა, ეჩანდა თქვენი ხარა, ვიღაცას დარჩა. არა, ჩვენი არ არის. აუ, სად არიან ამდენ ხანს, უკვე ნერვიულობ. აი, მოდიან. თუ მორბიან. გონი ლაზარე წერილის ამბავს მეფდა. გამანები, თო კალამი იყო აბა ჩემი. არ მაინტერესებს, სადაც ხომ მაინც დაიღლები და დაგეწევი. ჩემი ბრალი არა, მე არ მოსწონს რომ გავუჩალიჩოთქო. Pazia deixa eu passar pelo corte, o cruzado me si. Me chems pego bars, abu khal twals, gabu gab cars, va